დილამშვიდობისა მოგესალმებით. სამკაული და ისტორია საქვია გამოფენას, რომელიც თბილისობის ფარგლებში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება 7 ოქტომბერს. ჩვენ გვაქვს საშუალება გავესაუბროთ ხელოვნებაცოდნეს, გამოფენის კონცეფციის ავტორსა და ასევე ხელოვნების ცენტრ ისტორიალის დირექტორს ქალბატონ მაკა დვალიშვილს. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისთვის ქალბატონო მაკა. სამკაული და ისტორია ასეთია გამოფენის სახელი, თუმცა სამკაულის გარდა კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამ იქნება წარმოდგენილი. რომ უთხრათ მაყურებელს, აი ხელოვნების სხვადასხვა რა დარგების სინთეზი მოხდება თქვენს გამოფენაზე. მოგესალმებით დილამშვიდობისა სრულ საქართველოს და რაც შეეხება გამოფენას, ეს გამოფენა არის არა მხოლოდ სამკაული და ისტორია, ეს არის მთლიანად ამ გამოფენის კონცეფცია მოიცავს უძველესი საქართველოს ისტორიას თანამედროვე დიზაინში გადმოტანის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვეყრდნობით ამ გამოფენაში ზოგადად მთლიანად საქართველოს ისტორიას, მაგრამ ვცდილობთ ის გავაცოცხლოთ, გადმოვიტანოთ თანამედროვე ფორმებში, გავაკეთოთ სხვადასხვა სინთეზი სხვადასხვა ხელოვნების დარგებისა და ამით სწორედ შექმნათ ის განუმეორებელი გარემო, ის ემოცია, რომელიც მთლიანობაში მაყურებელს აქ დახვდება. ეხლა ეს გამოფენის კონცეფცია თვითონ მოიცავს სწორედ აი თავისებურებას საექსპოზიციო ხელოვნების. ამას მინდა ხაზი გაესვას. აქ თქვენ ნახავთ, როგორც მთლიანობაში, აი რასაც ვამბობთ, რომ სამკაულს, რომელიც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფორმაში, მაგრამ ამავე დროს იქნება ქანდაკება თანამედროვე, იქნება თანამედროვე კოსტიუმი და კიდე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს გამოფენა ორი ნაწილისაგან შედგება, ორი შეიძლება ითქვას დამოუკიდებელი გამოფენა არის. ერთი არის ჩვენი გამოფენა, ეს არის სამკაული და ისტორია, რომელიც თქვენ სწორედ ახსენეთ, მაგრამ ამავე დროს აი თქვენ კედლებზე იხილავთ სამგანზომილებიან ფოტო ახლა მაყურებელი ხედავს ჩვენს ეთერში, თუმცა არ ვიცი რამდენად შთამბეჭდავია ისიც კადრში, როგორც შთამბეჭდებასაც ახდენს უკვე როცა მოდიხარ გამოფენაზე და ხედავ აი ამ ფოტოებს. ნუ იმიტომ რომ ეს თამარა ასლანაძე, პატუკა ასლანაძეს შემოქმედებითი მიდგომა არის, რომელიც ფაქტობრივად პირველად იფინება საქართველოში და სწორედ სამგანზომილებიანი ფორმატი ეს იძლევა საშუალებას, რომ სათვალის გარეშე სხვადასხვა მხრიდან აღიქვას მაყურებელმა ჩვენი ეროვნული საბუნებო მაგ ასევე მინდა გკითხოთ, არქეოლოგიური მასალაც იქნება წარმოდგენილი მნიშვნელოვანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი. აი ამაზეც რომ გითხრათ, რომელი საუკუნეებით თარიღდება და რა მასალაზეა საერთოდ საუბარი. როგორც გითხრათ, ეს არის კომპლექსური გამოფენა, ესე იგი აქ არის როგორც თვითონ ორიგინალი ნამუშევრები, რომლებიც არის ინახება სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ცენტრში, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ცენტრში, რომელიც აღმოჩენილი იყო წლების მანძილზე, მაგრამ განსაკუთრებულად იქნება გამოყოფილი იგოეთის გათხრების პერიოდში აღმოჩენილი სამლოცველოების მასალები, რომელიც თავისებურად იქნება გაცოცხლებული და ანტურაჟი შექმნილი იმ გამოფენაში. კეთილი, მე მინდა ასევე გავესაუბრო ქალბატონ ნინო ყურაშვილს, რომლის სამოსაც დაამშვენებს აღნიშნული სამკაული, რომელზეც ჩვენ ახლა ზემოთ საუბრობთ. დილამშვიდობისა. ნინო, ძალიან ლამაზია მინდა გითხრათ, მართალია თქვენთვის როგორც ვიცი ამ მიმართულებით პირველი გამოფენაა, ხო? თუ შეგიძლიათ გითხრათ აი ამ ძველისა და ახლის სინთეზი თქვენს კოსტიუმებში როგორ შექმენით, აი მაგალითად ამ შემთხვევაში ძალიან ისეთი მასიური კამარი ამშვენებს თქვენს კაბას. რა ვიცი, შევეცადე რომ უფრო კონსერვატული ყოფილიყო კოსტიუმის საერთოდ მთელი კოლექცია, მაინც იმიტომ რომ ძველსა და ახალს შორის რაღაც სინთეზი ყოფილიყო, რომ მაინც დამეცო კონსერვატული სტილი. გასაგებია და ჭარბობს ისეთ შავი ფერი, ხო? რაც ალბათ იმიტომ არჩიეთ, რომ ეს სამკაული უფრო გამოკვეთილი ყოფილიყო და კარგად წარმოეჩინა. არის მოოქროვილი, აქედან გამომდინარე, ოქროს უფრო ხდება შავი ფერი და გამოყენებული მაქვს უფრო მეტად აბრეშუმი. ქსოვილი, ანუ ძირითადად არის აბრეშუმი. აბრეშუმი. რამდენი კოსტიუმი იქნება წარმოდგენილი ამ გამოფენაზე, ესეც რომ გითხრათ, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, როგორც ვიცი, ხო? ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი, მაგრამ დღეს უკვე შემოემატება და იქნება მთლიანად 15 კოსტიუმი.
ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა აქვე ქალბატონ მაკას ვკითხო, რამდენი დღის განმავლობაში ექნება საშუალება მსურველებს რომ მობრძანდნენ და იღილონ ერთბაშად ქანდაკებად, სამკაულიც, კოსტიუმით, ძალიან ბევრი რამ, სამგანზომილებიანი ფოტოები, ვიდეო ინსტალაცია და მოკლედ აი სინთეზი ძველი სახლის ხელოვნების სხვადასხვა დარგების, ხო? რამდენი დღე შვიდში გაიხსნება გამოფენა, 17-მდე იქნება გახსნილი და ფაქტიურად ყველას 10 დღის განმავლობაში კი და ფაქტიურად ეს მთლიანად ვცდილობთ რომ დავფაროთ აი არა მხოლოდ ისტორიული ნაწილი, ასევე თანამედროვეობა და თან ესეთი გასეირნება შევთავაზოთ მაყურებელს ხიდი თითქოს ისტორიას და თანამედროვეობას შორის. ძალიან დიდი მადლობა. უკვე 7 ოქტომბერს გექნებათ საშუალება თბილისობის ფარგლებში რომ მობრძანეთ და უკვე სრულად დაათვალიეროთ და ისიამოვნოთ გამოფენით, რომელიც ურებ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება თბილისობა 2012-ის ფარგლებში. მშვიდობიან შაბათ-კვირას გისურვებთ და შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალ სამუშაო კვირაში, ისევ რუსთავიორზე. ნახვამდის. დიდი მადლობა. ეკა ამირეჯიბი გვესაუბრებოდა იმაზე თუ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი ჩვენ დედაქალაქში თბილისობის ფარგლებში, ჩვენ კი ისხად